სახელითა მამისათა, დაძისათა და სულისა წმინისათა. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს, რომ გვაქვს შესაძლებლობა პიროზე მოსვლისა, ზიარებისა, ერთმანეთთან შეხვედრისა, ერთმანეთის მოკითხვისა თუ ასე შემდეგ. ღვთის დიდი წყალობა არის და ადამიანმა ეს უნდა გამოიყენოს ყველა შემთხვევაში. ესე იგი, დიდი ხანი არ უნდა იყოს ადამიანი უზიარებელი. საკუთარ თავს, საკუთარ სულს ეს ნუგეში არ უნდა მოაკლოს. ერთადერთი ჩვენ ვართ საკუთარი თავია, რომელიც ამ ნუგეს გვაკლებს. სხვა მეტი ამის ხელისშემშლელი არ არსებობს. ის გარემო პირობები თუ რაღაცა გარკვეული ფაქტორები ყველა ადამიანის ცხოვრებაშია, მაგრამ თუ ადამიანი გულწრფელად მოინდომებს, შეუძლებელია რომ იმას წინ რამე დაუდგეს. შეუძლებელია ადამიანმა ღმერთთან ერთობა მოინდომოს და იმას წინ რამე დაუდგეს. ხელისშემშლელი ფაქტორები უამრავი იქნება, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენსა და ღმერთს შორის ვერავინ და ვერაფერი ვერ ჩადგება. ჩვენ თუ ამას მოვინდომთ. ეს ზოგადად რო თქვა და დანარჩენი ახლა 1000 რამე შეიძლება მოიგონოს კაცმა, ამას დააბრალოს, იმას დააბრალოს და ასე შემდეგ. პრილმანებია როგორც იტყვი. ჩვენ ამოვიკითხეთ დღეს სახარებიდან მათეს სახარების პირველი თავი, სადაც მოთხრობილი იყო ადამი და ევადან მოყოლებული ვიდრე ქრისტეს შობამდე. რომ რა გზა გამოიარა ამ ყველაფერს. თქვენ იცით, ახლა მე ძალიან მოკლედ ვიტყვი. ადამი და ევას შეწოდება, მათი 64-დან გამოდევნა. იცით რომ ღმერთმა აღუთქვა მათ, რომ ხსნას მოულენდა და იესო სწორედ ხსნას ნიშნავს. მესიას ნიშნავს ხსნას. და რა გზა გამოიარა ამ ყველაფერმა, რომ ის სანატრელი ბეთლემის საღამო დამდგარიყო, სადაც როდესაც ხსნელი მოევლინებოდა კაცობრიობას. აი მაგალითის რამდენიმე მაგალითს ვიტყვი, რა რთული გზა იქნა გამოვლილი, ესე იგი, აი წარმოიდგინეთ, მოსესთან დაკავშირებით კითხულობდა კიდევ მე დავითნა 60 კილოდან. რა მოხდა, ესე იგი, ეგვიპტეში როდესაც იყვნენ ისრაელიანები 400 წელი ტყვეობაში, წარმოიდგინეთ. ფარაონმა გადაწყვიტა, რომ ესე იგი, ისინი აღარ გამრავლებულიყვნენ. ეს შემდეგი ფარაონი, არა ის ფარაონი, რომლის დროსაც ჩავიდნენ, რა თქმა უნდა, ეგვიპტეში. არამედ სხვა ფარაონი და მან გადაწყვიტა, რომ არ გამრავლებულიყვნენ და ძალიან დაუმძიმა შრომა, გაუსაძლისი გაუხადა. აი სიტყვაზე რამდენი აგურიც უნდა დაემზადებინათ და მასალას აძლევდა ამისთვის. ეხლა მასალას აღარ აძლევდა და მაინც თხოვდა, რომ იმდენივე დაემზადებინათ. წარმოიდგინეთ რა შრომასთან იყო ეს დაკავშირებული, ჯერ მარტო ეს. მერე ნახეთ რა ხდება. მერე იმ ბებია ქალებს, დღევანდელი სამშობიარო სახლი რო წარმოიდგინეთ, აი სამშობიაროში რო უფროსებს დაავალოს, რომ თუ სამშობიაროში ბიჭი დაიბადება, მაშინვე უნდა მოეკლოს. გოგო უნდა დაეტოვებინათ. მერე მთელ ეგვიპტეს დაავალა. მე ხა ძალიან მოკლედ ვთქვი. მერე მთელ ეგვიპტეს დაავალა. თუ სადმე ბიჭს დაინახავდნენ, რომ იბადება, ის უკვე უნდა მოეკლოს. და ამ პირობებში იბადება მოსე. და არა მარტო მოსე იბადება, უამრავი ბავშვი იბადება. ანუ აი ღვთის განგებულება ნახეთ, აი რომ მას ვერაფერი ვერ დაუდგება. მაშინ როდესაც მთელი ეგვიპტე, ესე იგი, აი როგორც იტყვიან, დაგეშილები არიან, რომ უნდა ამათი ვაჟები დახოცონ, ისინი მაინც მრავლდებიან. ისე რომ დაახლოებით აი 2-3 მილიონი ადამიანია ეგვიპტიდან რომ გამოდიან. როგორ გამრავლდნენ ამ პირობებში, საოცარი ამბავი. ან მაგალითად აი როდესაც ნოეს დროს, ესე იგი, მთელი კაცობრიობა გაირყვნა
სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ერთადერთი ნოე დარჩა მართალ კაცად. და წარღვნა მოხდა იმის გამო, რომ ეს რომ არ მომხდარიყო, ნოე რო გარდაიცვლებოდა, ნოეს შვილები, მათი შვილიშვილებიც აირეოდნენ იმ გარყვნილ მოდგმაში და აღარ დარჩებოდა მართალი კაცი, რომლის მოდგმაშიც, რომელთა შთამომავლობაშიც ქრისტე უნდა მოსულიყო. ან მაგალითად, პირველი 3 საუკუნე ისინი ჩვენი წინაპრები არიან, ჩვენი სულიერი წინაპრები არიან პირველ რიგში. ზოგიერთ შემთხვევაში ხორციელი წინაპრები. პირველი 3 საუკუნე, ესე იგი, ჯერ ის თქვათ, რომ ჰეროდესაც როგორ უნდოდა, რომ მოეკლა იესო. უნდოდა 14,000 ბავშვს მხოლოდ იმიტომ მოჰკვეთეს თავი, რომ იმედოვნებდა ერთ-ერთი იქ იქნებოდა კამა იესო, რომელზეც უთხრეს აღმოსავლეთიდან მოსულმა მოგვებმა, რომ აქ სადღაც იუდეველთა მეფე დაიბადა. და თურმე იმდენად ეჭვიანი კაცი ყოფილა ეს ჰეროდე, მან თავისი შვილიც კი მოაკლევინა, რომ მეფობაში არ შეცილებოდა. ისტორიკოსი საოცარ რაღაცას ამბობს, ესე იგი. ჯობდაო ჰეროდეს ძაღლი ყოფილიყავიო, ვიდრე შვილიო. იმიტომ რომ ძაღლზე არ იეჭვებდა, რომ მეფობას წაართმევდა და შვილი მოკლა კიდე. წარმოიდგინეთ, მაგრამ ღვთის განგებულებას ვერაფერი ვერ დაუდგება წინ. გამოეცხადა ანგელოზი მართალ იოსებს და ეუბნება, რომ ეგვიპტეში უნდა გაქცეულიყო. პირველი 3 საუკუნე, ესე იგი, ქრისტიანობა ასე იდევნება, როგორ გამრავლდა, რასაც რაღაცა ვერცხლის წყალს რო აქვს ესეთ თვისება, რაღაცით რო გაჭყლეტავ და უფრო გამრავლდება, რამდენიმე ნაწილად გაიშლება. ქრისტიანობაც ესე, რაც უფრო დევნიდნენ, მით უფრო მრავლდებოდა და წმინდა იოანე ოქროპირი საოცარ რაღაცას ამბობს. მან რამე უფრო მნიშვნელოვანია დასახილველი? უნდა გავაჩეროთ ჯერ თქვენ მოგვიყევით, ეგენი დახურა, ეხლა გასაკეთებელი საქმე არა. საოცარ რამეს ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი. ვინმეს რომ მოენდომებინა ქრისტიანობა გაევრცელებინაო, იმაზე უკეთეს ვერაფერს მოიგონებდაო, რომ ქრისტიანების დევნა დაეწყო. რამოდენიმე მიზეზი აქვს ამას. ერთი მაგალითად, როდესაც ქრისტიანები იდევნებოდნენ ერთ ქალაქში, ქრისტემ მათ უთხრა, რომ მეორე ქალაქში წადითო, თუ იქ იდევნებინათ. და ასე სხვადასხვა ქალაქში გადავიდა ზნეობრივი, წესიერი, პატიოსანი, წმინდა ადამიანი, გამოქცეული თავისი ქალაქიდან. და აქ ცხოვრობს. მისი შემხედარე მრავალი ადამიანი მოდის რწმენაში. მისი სიწმინდის, მისი პატიოსნების, მისი სიყვარულის შემხედარე მრავალი ადამიანი მოდის რწმენაში. აღარაფერს ამბობ იმაზე, რომ თუ ვინმე მოწამეობრივად აღესრულება, წარმართი ადამიანის გონება, რომელიც მიმსჭვალულია მხოლოდ ამწუთი სოფლის საგნებს და ამის იქით ვერაფერს ხედავს, უკვის, ჯერ ალბათ უკვის პირველ რიგში, იმიტომ რომ როგორ ამწუთი სოფელზე უარს ამბობს ვიღაცა რაღაცის გამო, ჯერ რაღაცის გამო, მერე აღმოაჩენს, რომ ქრისტეს გამო. ესე იგი, თუ ის მართლა ცოცხალი არ არის, ვისიც ამ კაცს წამს, თუ მართლა არ არსებობს ის სასუფეველი და ის ჯოჯოხეთი, მაშინ რისთვის აკეთებს ამას? და ესე მრავალი ადამიანი რწმენაში მოდიოდა. პირველი 3 საუკუნის განმავლობაში არსებობს 10 დიდი დევნა. 10 დაახლოებით ისეთი დევნა ეგვიპტეში, რაც ფარაონმა გამოაცხადა, რომ ყველა უნდა დაეხოცათ. ყველა ქრისტიანი, მარტო იმიტომ, რომ ისინი იყვნენ ქრისტიანები. განარამეს კი არ აშავებდნენ. პირიქით, ქრისტიანი ყოველთვის ყველაზე მეტად მოწესრიგებული და პატიოსანი იყო. თუნდაც სახელმწიფოებრივი გაგებით რო თქვა, ყველაზე მეტად კანონმორჩილი იყო. იქამდე, სანამ სახელმწიფო კანონი საღვთო კანონს არ გადაკვეთდა და არ უპირისპირდებოდა. იქამდე და ქრისტიანის მიერ იმ კანონის შესრულება, ესეც ღვთისმცნების შესრულება იყო, იმიტომ რომ უფალმა თქვა, მიეცით კეისარს კეისრისა და ღვთისა ღმერთს. ამიტომაც
ქრისტიანი იქაც კანონმორჩილი, იქამდე სანამ ის კანონი არ ეწინააღმდეგება თავის შინაგან ზნეობრივ კანონს, ისგან ჩადებას, სახთომცნებას სანამ არ ეწინააღმდეგება. ამ 10 დევნასაც გაუძლო ქრისტიანობამ. კატაკომბებში ცხოვრობდნენ. პირველი 3 საუკუნე ფაქტიურად მიწისზევით ტაძარი არ არსებობს. რომის მიწათხრილებში ცხოვრობდნენ იქ სამალავებში და მოწამეთა საფლავებზე აღასრულებდნენ ლიტურგიას. დამთავრდა ეს პირველი 3 საუკუნის დევნა 313 წლის ცნობილი მილანის ედიქტით. გაუთანაბრდა ქრისტიანობა სხვა რელიგიებს, აღარ იდევნება ქრისტიანობა, მაგრამ მოსჩა რა ეს ხორციელი შემოტევა დაიწყო სულიერი და უამრავი, ასე იგი, სწავლებლობა გაჩნდა, ანუ არასწორი სწავლება ძველ ქართულად განყოფას ნიშნავს. ანუ ისეთი სწავლება, რომელიც ქრისტიანობიდან გამოყოფს ჯგუფს და იმათ სხვანაირად წამს, ესე იგი, გახლეჩვა შემოაქვს. განხეთქილება კიდე სხვა რამეა, სქიზმა კიდე სხვა რამეა. სწავლებლობა, ანუ არასწორი სწავლების შემოტანა და იქიდან აი გელი რო ცხრილფარადან გამოიტაცეს. და პირველი ამისი, ესე რომ ვთქვათ, აღმკვეთი ღონისძიება ჩატარდა 325 წელს პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების სახელით ცნობილი. ფოტოშორის წლევანდელი წელი არის 1700 წლისთავი აი ამ კრებიდან. და მომდევნო წელი კიდე ჩვენთვის კიდე ქართველთათვის ძალიან მნიშვნელოვანია 1700 წლისთავია საქართველოს გაქრისტიანების. 17 საუკუნე გავიდა მას შემდეგ, რაც წმინდა ნინოს გადაგებით მეფე მირიანმა და დედოფალმა ნანამ მთელი ერი მონათლეს. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამასთან დაკავშირებით გარკვეული ღონისძიებები იგეგმება და ჩვენც მათ შორის და მივიღოთ მონაწილეობა. იმდენად იყო ეს არიანელობა მომძლავრებული, ანუ რის გამოც პირველ მსოფლიო კრებაზე იყო მსჯელობა. და ეს არ იყო კრება, რომელიც ერთ საღამოს ჩატარდა, ეს იყო კრება, სადაც 1 წლის განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ზოგი ნაწამები, ზოგი მხცოვანი, ზოგი მოკლედ ესე იგი ქრისტესთვის მოსილი ადამიანები შეიკრიბნენ და მთელი 1 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ეს მსჯელობა. და დადგინდა იქ, რომ ძეღმერთი არის ერთ-არსი მამა ღმერთის, რასაც ჩვენ სარწმუნოების სიმბოლოში ვკითხულობთ, იქ არის სწორედ ეს მიღება. მაგრამ იმდანაც მძლავრი იყო მათი შემოტევა, რომ როდესაც გრიგოლ ღვთისმეტყველი კონსტანტინოპოლში ჩადის, წარმოედგინე იმპერიის დედაქალაქში, რომელი იმპერიაც აი წარმოედგინე ქრისტიანულია, მაგრამ ერთი ტაძარიც კი არ იყო მართლ მორწმუნეთა ხელში. ყველა არიოზელების ხელში იყო. აი წარმოედგინეთ ამ ხელა დედაქალაქი. ამდენი ტაძრები. ერთი ტაძარიც კი არ იყო. აი დღეს რასაც მართლმადიდებლებს უწოდებთ, მაშინ ეს ტერმინი არ არსებობდა მართლმადიდებლები. და ერთ-ერთ სახლში წირავდნენ. სამლოცველო სახლი ჰქონდათ. ანუ იმდენად მძლავრი იყო ეს ბრძოლა. იმას ვამბობ, რომ ესეც გამოიარა. და სულ ახლა ძალიან შორს რო აღარ წავიდეთ, აი ამ ბოლო დროს რა გამოიარა, თუნდაც საქართველოში 70 წლიანი უღმერთობის პერიოდი. და ამას აქედანაც გამოვიდა ეკლესია, ამასაც გაუწია. ანუ რისი თქმა მინდა, რომ დღეს რაც ვინც მოიხსენეთ ჩვენი წმინდა მამები და დედები, აი ამ განგებულებას ემსახურებოდნენ, რომ ჩვენამდე ეს რწმენა მოეტანათ და ჩვენ მათი ოჯახის ნაწილი ვართ. მათი შთამომავლები ვართ, უპირველესად სულიერი გაგებით. ჩვენს წინაპართა შორისაც უამრავი იყო, ვინც ქრისტესათვის ზოგი მოწამეობრივად აღესრულა, ზოგმა მეუდაბნოე ცხოვრებით განიწმინდა სული, ზოგმა მეოჯახე ცხოვრებით ღვთისმოშიშებით ცხოვრა და ასე გადაირჩინა სული და ასე მოგვიტანა. აი მაგალითად ახლა დედა, რომელიც შვილს ასწავლის ღვთისმცნებას, ღმერთის შესახებ ასწავლის, წმინდანების შესახებ ასწავლის. განა ეს 8 წელი არ არის. თუმცა ეს არ შეიძლება ვთქვათ, რომ ეს აი როგორი გაგებით საგმირო საქმე, რომ ეს მოვალეობაა ჩვენ. სხვანაირად არ შეიძლება. ეხლა მაგალითად ბავშვი რო იძინებს და
საბანი რო გადახდილი აქვს რა დიდი გმირობაა რომ დედამ საბანი მიაფაროს რომ ბავშვს შესწირდეს ხო არ არის მაგრამ დედა რო შვილს ისე გაზრდის რომ უფრთხილდება ეგ საბოლოო ჯამში გმირობაა რა თქმა უნდა სულიერადაც ესე ჩვენ რო შვილს ვასწავლით რომ არ უნდა მოიპაროს და არ უნდა ზულდეს და არ უნდა დააბრალოს რაღაც ადამიანს ეს გმირობაა ეს ბუნებრივად ესე უნდა მოხდეს მაგრამ თუ არ აკეთებს ამას მშობელი ახლა ჩვენ რო დავფიქრდეთ რამდენადაც ხორციელად ზრუნავთ ჩვენ შვილზე თუ ზრუნავთ იმდენად სულიერად აღმოაჩენთ რომ ამას არ ვაკეთებ რამდენადაც ზრუნავთ იმას რომ ფეხზე თბილად ეცვას და ლამაზი რაღაც ეცვას ვცდილობთ რომ ესე სათნოებებით იყოს ჩვენი შვილების შემოსილები სამწუხაროდ არ ავზრუნავთ ამას აი რომ მაგალითად სიმდაბლის სათნოება ჰქონდეს ვფიქრობთ ამაზე მოთმინება ჰქონდეთ მოგზალება ჰქონდეთ დაუშვათ აი მიმტევებლები იყვნენ უზრუნავთ ამაზე კაცი იტყვის კი როგორ არ ავზრუნავთ რაში ჩანს ზრუნვა იცით რა არის აი მაგალითად გვინდა რომ რაღაცა უყიდოთ ჩვენ შვილს ხორციელად წავალთ ერთ ბაზრობაზე მეორეზე იქ არ იყო ახლა სხვაგან წავალთ და თუ წაგვიკითხიან დაუშვათ მოთმინების შესახებ რაიმე წმინდა მამათა ნაწერები ანუ თუ წავსულვართ ესე რომ თქვა სულიერ ბაზრობაზე რომელსაც უფასოდ გვაძლევენ და არ ჭირდება იმას და წმინდა მამის ნაწერი რომ ამოიკითხო ფული უნდა გადაიხადო ყველას აქვს ეს ინტერნეტი ხო ყველას აქვს წაიკითხე რას წერენ მოთმინებაზე რა პატერიკი არსებობს აი რასაც ჩვენ ვაკეთებთ აქ საკვირაო სკოლაში მაგას სახში უნდა აკეთებდეს მშობელი ჯერ ოჯახია სკოლა ყველა მაგას დიდი სკოლა ჩვენ რაც არ უნდა ესე იგი თავები გავიგიჟოთ მაგას დიდი სკოლა არ არსებობს ვერ გამოვიგონოთ ჯერ ეგ არის სკოლა ხოდა მშობელი აკეთებს ამას სამწუხაროდ არ აკეთებს თითო როლ აკეთებს იმას რომ ძილის წინ მინდა წერილიდან წაუკითხოს ბავშვს რაღაცა წმინდათა ცხოვრებიდან ეს ძალიან კარგია ბავშვმა ჩაიძინოს წმინდანების შესახებ ფიქრში წმინდა მამათა ცხოვრებიდან წმინდა წერილიდან ბიბლიიდან აი ამ მეებზე ფიქრში ჩაიძინოს საქართველოს ისტორიიდან მაგალითად რაღაცა წაუკითხო და ამაზე ჩაიძინოს განუმარტო ეს რას ნიშნავს დაუშვათ ბავშვებს ეს ძალიან უყვართ თან ამავე დროს ყველაფერთან ერთად უბრალოდ მშობელმა უნდა მოიცალოს და მე დამოკიდებულებას ვამბობ აი ჩვენი როგორც მშობლებისა რომ ჩვენი შვილი გაიზარდა და დაუშვათ ვეუბნება რომ რატო არ აკეთებდი იმას რატო არ მიკითხავდი ის ფეხსაცმელი თუ ტანსაცმელი რაც მომიტანა ისინი გაწვდა და ის აღარავის აღარ ახსოვს გინდა ყოფილა ახლა და გინდა ის დროებითი იყო მაგრამ ის მარადიული რაც უნდა დარჩენილიყო და გამომყოლოდა იმას თუ აკეთებდი შეიძლება ეს ბავშვმა ან მოზარდმა ან დიდმა არ გითხრას მაგრამ შინაგანად შეიძლება სადღაც ეს განწყობა და განცდა გაუჩნდეს კი მაგრამ დედი ეხლა რომ საყვედურობ რომ ასე რატო აკეთებ და ისე რატო აკეთებ როცა შეგეძლო როცა მე მოსადრეკად ადვილი ვიყავი მაშინ თუ აკეთებ ეხლა კარგია საყვედურება აი მაგალითისთვის ვიტყვი მაგალითად სკოლაში დღეს წმინდა წერილი არ ისწავლება ეს აი ეს უფრო დიდ მასშტაბებზე ვამბობ სკოლაში არ ისწავლება სახარება არ შეიძლება რომ შეიტანო ციხეში შეიძლება პატიმრები სკოლაში თუ შევიტანდით სახარებას ციხეში ნაკლებად საჭირო იქნებოდა მე იმის შეტანა ანუ ჩვენ არ მივაწოდეთ მაშინ როცა ეს საჭირო იყო ხოდა მე უკვე იბატონო მაგრამ მადლობა ღმერთს რომ იქ მაინც შეიძლება საპატიმროში მაგრამ იგივე რომ პატარაობიდან შეიძლებოდეს მით უკეთესი იქნება ანუ ეხლა ჩვენ მშობლებზე ვამბობ ისე რომ რაღაცას დააშავეს მე მივალთ და ვეუბნებით აი სახარებაში ესე წერია ისე წერია და სახარებაში 20 და 15 წლის წინაც ეგრე არ ეწერა მაშინ რატო არ მეუბნეოდი არ იტყვის
მაშინ გეტყვა, აი დავითი, 9 წლისა. 20 წლისა რო გახდება ადამიანი, მერე უნდა უთხრა, მერე იმდენად ძნელია შეიცვალოს ადამიანი. პატარაობისას უნდა უთხრა. ხოდა დღეს ყველაზე მეტად ესე იგი, აი რაც ჩვენ გჭირდება და მით უმეტეს ხედავთ რა მდგომარეობაში ვართ. უნდა გადადოს მშობელმა ბევრი რაღაცა და იმაზე იზრუნოს, რომ შვილს სულიერად რაღაცა აჭამოს და რაღაცა ჩააცას. სულიერად. ბავშვი რო ავათხდება, ხო გავიკითხავთ, რომელია კარგი ექიმი რო იქ მიიყვანო. და ბავშვი რო სულიერად ავათარი, რატო არ ცდილობს ადამიანი რომ მოიძიოს იმ წმინდა მამის ნაწერი, რომლისასაც კარგად გაიგებს ის ბავშვი. ვაი რა გვიშლის ხელს? გვიშლის ერთი რაღაცა. ჩვენ ორიენტირები გვაქვს არეულ. ჩვენ გონია რომ აი თავარი არ შიოდეს და არ წყუროდეს. არა უშო, ზოგ შემთხვევაში რომ შიოდეს და რომ წყუროდეს, ეგეც მისთვის სულიერი სარგებელი. აბა სხვა რა არის იმაში? სიბრძნეს სიცრუისას. სხვა რა იყო მეფიშვილს როგორ ზრდიდა? კინაღამ მოკლეს კაცი მაგის გამო. მაგრამ საბოლოო ჯამში გამოჩნდა რომ თურმე ესე აღზრდა უკეთესი ყოფილა. რატო? იმიტომ რომ სხვა მშიერისა და მწყურვალის და მცივანის გასაჭირი იცოდეს რატო რას განიცდის ამ დროს. სხვას რო დაჟის იცოდეს თვითონაც როგორია ეგ სასჯელი. ჯერ თავის თავზე გამოსცადოს. მაგრამ ჩვენ გვინდა რომ აი როგორც იმაშია ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებში ესე ფერებით გვინდა რომ გავაფუჭოთ და მოვკლათ ესე. ზოგჯერ ჯობია რაღაც განსაცდელი შეემთხვეს. რაღაცაზე უარი თქვას, რაღაცა პატარა სტრესიც მიიღოს. ამითიც ისწავლოს. რა, ჩვენ თუ არ მოუწყობთ ამას, ცხოვრება ჩვენაირად თავზე ხელს გადაუსვამს, არ გადაუსვამს. ჩვენ ხო ვიცით რომ არ გააკეთებს. ამიტომ აი ჯობია რომ თავიდანვე სულიერად გაკაჟებული გამოვიდეს ესე იგი. იქო პატოში გაზრდილი მამალი და ღობეში გამძვრალი ერთნაირები იქნება? არ იქნება ერთნაირები. სხვანაირი მოხერხებული იქნება ეს. ვერ იქნება ისეთი. ამიტომ აი ჩვენ ამაზე უნდა ვიფიქროთ ესე იგი. ჩვენი მშობლების, ჩვენი როგორც მშობლის მოვალეობა არის უპირველესად ის, რომ ჩვენ შვილებზე ვიზრუნოთ და ჩვენს წინაპართან და ჩვენს მომავალ თაობას შორის როგორც ხიდი ისე ვიყოთ, როგორც კარგი გამტარი ისე ვიყოთ. აი ეს არის ჩვენი მოვალეობა. ამაზე ფიქრობდა ჩვენი წინაპარიც და იმიტომ მოვიდა ეს რწმენა ჩვენამდე. რა მათ 8 წელი არ გასწიეს, როგორ არ გასწიეს? აი ჩვენ უნდა დავფიქრდეთ ესე იგი, რომ რა არის ჩვენთვის უპირველესი. ღმერთი შეგვეციოს, აბა ღმერთმა დალოცვილი და გახარებულები გამყოფოთ. ქრისტეშობის დღესასწაული მოგიახლოვდა. ქრისტეშობის წინა დღეს ყოველთვის არის ხოლმე სამეუფო ჟამნობა, დიდი ჟამნობა, არის ხოლმე ასევე წირვა, ხან ქრისტეშობას და ხან ქრისტეშობის წინა დღეს გააჩნია რა დღეს დაემთხვევა, არის ხოლმე წმინდა ბასილი დიდის ლიტურგია. საერთოდ ცნობისათვის წელიწადში სულ 10 ჯერ არის ეს ლიტურგია. ესე რომ აი დღეს ჩვენ საღამოს ლოცვა გვექნება 4 საათზე. ხვალ-დილით 9:30-ზე წირვა იქნება, დიდი ჟამნობით დაიწყება და შემდეგ ბასილი დიდის წირვა იქნება. და ხვალ საღამოთი უკვე 9 საათზე ჩვენ ქრისტეშობის სადღესასწაულო ღამისთებას დავიწყებთ. თუმცა უნდა ითქვას, რომ აი ხვალინდელ წირვაზე დილით იქ მწუხში საკითხავები, ისიც თითქმის უკვე ქრისტეშობის დღესასწაულს ეძღვნება. აი ამ საკითხავებს ეძღვნება. ქრისტეშობის წინა სადღესასწაულო წირვა არის, ეს ფაქტიურად ესე გამოდის. ესე რომ ადამიანს თუ აქვს შესაძლებლობა და დრო თუ აქვს და ბალიში თუ გამოუშვებს, შეუძლია რომ მოვიდეს და დაესწროს ესე იგი ამ წირვასაც და თუ ვინმეს აღსარების თქმა უნდა აი კიდე საშობაოდ. ღამის თევაზე ამის დრო რო არ არის ხოლმე ერთად კარგად იცი. დღეს საღამოთი თუ ვინმე დარჩა კიდე აღსარების გარეშე მოვიდეს
თუ არა და ის მაინც მითხარით სად მუშაობთ, რომ მე მოვიდე. ჩამოველი განასო რამდენი იქნება და იქ ჩავიბარებ ახსნაირად. ხო ხა 11 ხდებოდა აქედან რომ წავედი. ნუ იტყვით იმას, რომ ჩვენ მუშაობთ და ამიტომ ვერ მოვდივარ. აი მე მგონი არც მე არა ვარ ფლათუ საქმური, მეც რაღაც ვაკეთებ ხოლმე. და რაღაცნაირად უნდა შევათანხმოთ ისე, რომ ჩვენ დავემთხოთ ერთმანეთს, რომ არც თქვენ დარჩეთ სულიერი ნუგეშის გარეშე და მეც შევძლო, რომ რაღაცა ისო. ერთ შეგვეწიო საბა.